გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, წამოვალ ისევ 4 ოქტომბრის მოვლენებს უბრუნდები, რაც მთავარია, თუ შეამჩნიეთ, რომ კონკრეტულად არჩევნებზე ყველაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ. მეცაც ვიტყვი, არჩევნებზე სრულიად არ ვლაპარაკობთ და ის, რომ ქართულმა ოცნებამ დამანგრეველი ანგარიშით მოუგო დანარჩენებს, ეს ყველამ მოსალოდნელ ამბად მიიღო. რასაკვირველია ოცნების მთავარ ანტაგონისტს ნაცობას რომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ოცნება ნაკლებ ხმებს მოაგროვებდა. არა, ხმებს კი იმავე რაოდენობით მოაგროვებდა, უბრალოდ პროცენტულად ნაკლებ ადგილებს აიღებდა ადგილობრივ სტრუქტურებში. დიახ, ნაცების რაღაც გარკვეული რაოდენობა შევიდოდა საკრებულოში და იქნებოდა ისევ გამოწევა და კუნთების დატოლება. ერთხელ მგონი უკვე მოგახსენე და კიდევ გავიმეორებ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ვესწრებოდი თბილისის საკრებულოს რამდენიმე სხდომას და იქ ვნახე ნაცების მუშაობა. მათი მუშაობა ყველაფერს გავდა მუშაობის გარდა. ისინი იქ საკრებულოში სამუშაოდ არ იყვნენ შესულნი. ისინი იქ მავნებლობისთვის იყვნენ შესულნი და მავნებლობდნენ კიდეც. თუ დამიჯერებთ, სხდომის უმეტესი დრო იხარჯებოდა ნაცებთან ლანძღვა გინებაში. სხვას ისინი არაფერს აკეთებდნენ. დიახ, ამას საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელს უსმინე და მან იგივე თქვა, 4 წელია ვატარებთ კომისიის სხდომებს და ერთი კონსტრუქტიული წინადადება არ გამიგონია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან. მეტიც, მათ იმ დარგის შესახებ, რასაც ეს კომისია ემსახურებოდა, არაფერი გაეგებოდა და არც ცდილან რომ გაეგოთო. რომ არ ყოფილიყავი პირადად მე იმ კომისიებზე ნაყოფი და იგივე არ დამენახა, ვიფიქრებდი რომ აზვიადებდა, მაგრამ არა, არ აზვიადებდა კომისიის თავმჯდომარე. ნაცებს და ნაცებთან გათანამბრებულ პირებს, ლელოს გახარიანელებს ოპოზიციური მდგომარეობა მიაჩნიათ მავნებლურ მდგომარეობად. ანუ ისინი იმისთვის არიან, რომ რამე კარგი თუ ხდებოდა მმართველი გუნდის ინიციატივით, აუცილებლად უნდა დაბლოკილიყო. ხელი უნდა შეეშალათ, კვანტი გამოედოთ და ეს იმისთვის ხდებოდა, რომ ღმერთმა დაიფაროს არსებული ხელისუფლების დროს რამე კარგი რომ არ გაკეთებულიყო და ხალხში კმაყოფილება არ გამოეწვია. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა და ალბათ ამჯერადაც ბანალობას ვღაღადებ. მოკლედ, 4 ოქტომბრის არჩევნები არავის აინტერესებს. სამაგიეროდ 4 ოქტომბრის ღობე აინტერესებდა უკვე ორ კვირაზე მეტია ამავება ღობის ირგვლივ არ მთავრდება. ხო და განა ეს არ არის აბსურდი და იდიოტიზმი? კარგი, იხტუნაონ ღობე მეტის თავი თუ არ აქვს, მაგრამ აკაც ერთი რამ მაინტერესებს, თუ ვერ ხვდებია რომ ამ ღობის ირგვლივ სარიტუალო ცეკვა მათ კვლავ უხერხულ და კომიკურ მდგომარეობაში აყენებს. ეს არ მესმის, მეგობრებო. დიახ, ნამდვილად არ მესმის. რომ გკითხო, ყველანი უცხოური დიპლომები, საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელები არიან. მათი კაბინეტები რომ ნახო, კედელზე იმ რაოდენობის სხვადასხვა ბეჭდიანი, ფერადი პრიალაფურცელი უკიდიათ, აკადემიკოსებს შეშურდებოდათ. და ამ დროს მეტის მოფიქრების არც თავი და არც სხვა ორგანო არ გააჩნიათ საკუთარი მარცხი ღობეს რომ არ გაადააბრალონ. რატომ ხდება ეს ასე? თუ ქართული ოცნება იმდენად ძლიერია, რომ ვერაფერი სუსტი წერტილი ვერ მოუძებნეს? არ ვიცი, კი მინდა ვიფიქრო რომ ასეა, მაგრამ მაინც სრულყოფილი არავინაა გარდა იმის, რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა. და ამაზე ვფიქრობ, რომ ეთქმა ძალიან სუსტები არიან ჩვენი არც თუ ისე მრავალფეროვანი ოპოზიციონერები. და სუსტები იმიტომ არიან, რომ ისინი ოპოზიციონერის მაღალ წოდებას სულ ტყუილად ატარებენ. მათ ოპოზიცია კი არა, მათ ოფიციალურად მტრები უნდა ერქვათ. იმიტომ რომ რასაც ისინი სჩადიან, ეს ქვეყნის მტრობაა. მეგობრებო, რომელიმე სხვა ქვეყანაში ასეთ რამ თუ გაგონილა, რომ ოპოზიციური სპექტრი სულ საზღვრებს გარეთ დაწანწალებდეს და ცდილობდეს, რომ საკუთარ ქვეყანას ავნოს. საპირისპირო მდგომარეობა რომ წარმოვიდგინოთ. მაგალითად, ღმერთმა დაიფაროს და ნაცობა, ის სისხლიანი და სადისტი ნაცობა, რომელიც
ჩვენთან 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ნაცობდა, დღესაც რომ ყოფილიყო მმართველ ძალად და ვინმეს ოპოზიციური სპექტრიდან, მაგალითად დინარაძეს ან კობახიძეს მომჩივნათ რომ ევლო საზღვარგარეთ და ქვეყნისთვის, ანუ მოქალაქეებისთვის ზიანი მიყენება ზდომოდა. განა ჩვენ მათი მომხრეები ამ საქციელს მოვიწონებდით? დაწუნებული ვარ რომ ჯერ ერთი არც ივლიდან და მეორეც ჩვენში ეს მოწონებას არ დაიმსახურებდა. ხო და აი ამაშია განსხვავება ჩვენსა და ბნელ და ბოროტ ნაცებს შორის. და ამიტომაც ისინი ხელჩასაჭიც ვერაფერს პოულობენ და ამიტომაც ღობეს ეჭიდებიან. წყალწაღებული ღობეს ეჭიდებოდაო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.